კიდე რა დაგვძახა თუ იცით თქვენ დაბადების დროს დიდება ღვთისა დიდება მაღალთაშინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სიყვარული აი ერთობაში აქეთ კიდე წინა საფეხურზე ყოფილა მშვიდობა და ღვთის დიდება აი ღვთის დიდებას ვინც კარგავს მე იმას სულით საფარი აკებულია და გულით და გონებაც და აპარტავნებისკენ და ანგარებისკენ და სიხარბისაკენ მიდრეკილება რო უჩნდება ასეთი ადამიანები ვერ ქმნიან ოჯახს ასეთი ადამიანები შლიან ოჯახს და იმპერიის მიზანი ზუსტად ოჯახთა დაშლა და 30 წელიწადია ამას ხედავ ჩვენ და ამას ვებრძვით ჩვენ და მეორე 30 წელიწადი ეხლა თქვენ ყველა სადაც გაფლები ჯორავენ და თქვენ არის ჯორავენ რომ ტრამპი აერჩიეს გამეცხადეს და ტრამპი აერჩიეს თორემ მიავერჩია აერჩიეს ამერიკელებმა და უნდა აერჩიეს აბა რა უნდა ეხლა მაგრამ ჩემთვის ის არაფერი არ არის რაც არც არავინ არ არის მე ის არაფერში არ მარგია იმას რო დაჭირდა საქართველოს მოვა და დაგიყვანს 5 წუთში არ დაჭირდა 5 წუთი სამი თვითონ რო გადავიდა დავწოვთ უყოლადი მორჩა დაგვიყვოს მაგრამ ღმერთმა მოხდეს ეს მაგრამ თუ ისე იმ ხალხს გამოადგება და სწორგზაზე დააყენებდა წესიერგზაზე ღმერთმა ინებოს ვილოცოთ ჩვენ მისთვის მაგრამ ის ახლა მის სოფელი ხუდი აფარია მთელი ხალხი რო ჭოროკინობს ცოტა შეიცან თავი შენ სადა ხარ ვინც ხამ იმას ჩახედა საცხო ამაზეა ტელევიზია ეგენი ხო ყველა დამპლები არიან ესე უჯიშველი ურწმუნოები ამას რო ხა შეიცან თავი შენი წერები არ მოსაწრილი ვეძღვის ხოდა მორწმუნე უნდა განსხვავდებოდეს იმისგან აზროვნებითაც და ხედვითაც შენი ხედვა არის სტანსში სიმდაბლეში, მოთმინებაში, მორჩილებაში და სიყვარულში და სიმართლეში და ერთობაში. და შვიდობაში, ღვთის დიდებაში, მშვიდობაში და კიდე აგერ ერთმანეთის სიყვარულში, სათნოებაში. რადგან ქართულ ხალხს ჭირდება ეს? იმიტომ რომ მართლმადიდებელი, მაზიარებელი, ჭეშმარიტი მაზიარებელი, აღსარებელი რომელიც შემკობილია სიმდაბლით, მორთმინებით, მორჩილებითა და სიყვარულით, ღრმად მწავს თუ ეს არის საძირკველთა, საძირკველი და საფუძველთა, საფუძველი ჩვენი ეკლესიის სიძლიერისა, ჩვენი სახელმწიფოს საზოგადოების სიძლიერისა და ჩვენი სახელმწიფოს მართალი გზის მშენებლობისა. და მე ასეთი ბავშვები, ვინც ამყავს გაზრდილი და ვინც სწორად მიუყვება გზას, ღმერთი აძლევს მას ბარაქასაც, ხვავსაც და დაგეგმვის მოფიქრებასაც ძალიან სწორს. და არცეც არ აქვს რაშვილზე ნაკლები. მე გამასწრეს. ხოდა, მაგრამ ხო ჯობია რომ შვილი ჯობდეს მამასაო, თავს მივალებ ხოლმე. ხოდა მიქეთ, მაგრამ მიხარია რომ ჭკუა აქვს, მიხარია რომ ზნეობრივად ცხოვრობენ, მიხარია რომ შვილები ბევრი ყავს, მიხარია რომ მეუღლეც მაგარი ყავს, ქართველი ქალი ყავს. ხო და ერთს კი არა 10 და 20 და ზოგი კიდე საზღვრების გარეთ, მაგრამ ქართველები არის. ხო და აი ჩვენ გეუბნებით რომ მისაბაძები ბევრი ყავს. ძალიან ბევრი ყავს. ნერსე ერისთავი ყავს, სოლომონ პირველი ყავს, ერეკლე მეფე ყავს. ძალიან მისაბაძები არიან ისე. ილია ყავს, ჭავჭავაძე. ქაქუცა ყავს და ბევრი მიმეყავს კიდე. ხალხმა რომელმაც შეცდომით გაიარა ისინი ყავს. მე-20 საუკუნეში ეგ ყავდა არაჩვეულებრივი ადამიანები, კიდე. რა ვიცი რა. სანამ არ ჩახანჯლეს იქ ხალხი, მანამდე არ მეისვენეს ამგენო არა. კიდევ ამბობ. ადამიანი რომელიც თავის თავს აქებდა ძალიან რომ გონებით იყო და აი ხედავდა აქედან კრემში რა ხდებოდა
მაგათი წერტილიც დაისვა და გამოჩნდა ყველაფერი. ისტორიას ხარდაკი ჩამოაყარეს, მაგრამ გამოჩნდება ეს. ამიტომ მართლმადიდებელია კაცი სხვისი კანონებით არასდროს არ იხელმძღვანელებს. მართლმადიდებელი ჯულიანი ადამიანი ურჯულო კანონს ხელს არ მოაწყობს. მაგრამ მართლმადიდებელი შეიძლება თავი მოქონდეს და სოლომონ მეფის ძეგლი იქ დამიდგას ტყიბულში და აქეთ ბავშვებს ყიდდეს და ხმას არ იღებდეს. ესენი ფარისევლები არიან. ეს უნდა ვიცნოთ უბრალოდ ჩვენ. სოლომონის ძეგლი იქ რო დადგა, ჩემი თვალის დასაბრუნებლად დადგა და აქეთ ბავშვებს რო ყიდიან ამ პოლიკლინიკებში, ამას რო ვერ გძალავენ ესენი მაგათი ბიუჯეტის სასარგებლოა. აი უბედურება ესაა ჩვენ. როდესაც მივხვდები ჩვენ ამას, როდესაც ავახელ თვალს და გონებას და გულს, ჩვენ დავდგებით მტკიცედ. მტკიცედ დავდგებით, არც მარჯვნივ მივუყვეთ, არც მარცხნივ. ჩვენ გავყოვით ერთ გზას და ეს გზა არის უფალი იესოს ქრისტეს გზა. გზა ცხოვრების და გზა ჭეშმარიტებისა და გზა ქრისტეს. ჩვენ უარყოფთ ბარაბას გზას, უარყოფთ ავაზაკის გზას და შევდგებით ქრისტეს. სულით